ბატონიკა, როგორ აპირებთ გაგრძელდეს პროტესტის ეს ანუ ბლოკირება მოხდება არ შემოუშვებთ ირაკლი კობახიძეს თუ როგორ? თამარ, დიდი ბუდიშის მოხდით. ვიტყვი იმას, ასაც გურძნობ მთელი ჩემი არსებით. სასაუბრო პრინციპში აღარაფერი აღარ არის ხალხო. აღარ არის სასაუბრო, აი აქ დასვეს, აი ამ სავალდეში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში და ქართველების სისხლში გასრული გავრილოვი და აი ამ სისხლიანი ხელებით აჭერდა ღილაკებს პარლამენტის დარბაზში. საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, გესმით? აი ეს წესი და რიგით ეს აი ამ შენობაში ვინც ზის და არის მოკლედ ეს მართავს ქვეყანას წესი და რიგით კონსტიტუციის თანახმად. ხო? საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში და აი აქ შემოიყვანეს და დასვეს ეს ადამიანი, რომელიც იძახის იმას, რაც უკვე ყველამ ვიცით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ერთის და მეორეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და მეტიც. რუსეთის გავლენა მთლიანად უნდა გავრცელდეს მთელ საქართველოს და გუბერნიად უნდა იქცეს. მოქმედი რუსი დუმის დეპუტატია, მაგრამ დუმის დეპუტატიც არის და დეპუტატიც არის. ტაშ უკრავდნენ. გუშინ პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს. გუშინ კობახიძე, რომელიც გამოდის ეხლა და ვაიმე ესა დამემართა არ ვიცოდიო და თავისი მეგობრები რო დაიყენა, ეხლა გვერდში რაღაც სისულელს ვალაპარაკებს, ეხლა ივანიშვილი. რა ამ ანსამბლეის ფარგლებში სურათი არ აქვს გადაღებული? ფურშეტები არ ხონდათ ეხლა? არსვეს არ ჭამეს გამოსავალი არის მარტივი. მე მაგალითად არ მიგეს როგორც დეპუტატს ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა. და თუ მაინც გაბედავს ყველაფერი რაც ხელთ მოხდება თავში მოხდება. კვერცხი იქნება თუ აი ეს მიკროფონი წარმოუდგენელია ხახნო წარმოუდგენელი აი ესეც რომ დამჭირდეს მოხდება კობახიძეს თავ წარმოუდგენელია ნუ 10,000-ობით ადამიანი არის ამ ქვეყანაში დღეს ცხოვრობს ჩვენი თანამედროვე ვინც არის ქვრივი ობოლი ბავშვი რომელსაც მამა დაიღუპა ომში რუსებთან დედა დაიღუპა ბებია ბაბუა გაიგე დევნილები 300,000 და შემოიყვანეს და დასვეს ეს კობახიძე აქ ვერ გაბედავს შემოსვლას ვერ გაბედავს შემოსვლა თუ შემოვა მე მაგალითად არ მიიღეს გულახდილად გეუბნებით რა არც პოლიტიკა არც ერთი პოლიტიკური პარტია მიმიფურთხებია ყველა 100-150-ზე არის ეს თუ არ არის სხვა საკითხია ზეპარტიული საკითხია აქ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ცოტაც დააკტა და აი ამ დროშას საქართველოს დროშას ჩამოხსინდეთ და რუსეთის ფედერაციის დროშას ააფრიალებდეთ რა სხვა რამე მოხდა? ჩვეულებრივ რუსეთის მოკალაქე კი არ ავიდა და აქ კი არის და ხახდო. ავიდა უბრალოდ დეკლარატიები, მტერი, თხემით, ტერფამდე ამ სახელმწიფოებრიობის მტერი. და ეხლა გამოჩნდება რა შეგვიძლია ჩვენ? შეგვიძლია ეროვნული ღირსება დავიცვათ? შეგვიძლია პატივი მივაგოთ იმ 1000-ობით დაღუპულ ჯარისკაცს, რომლებიც საფავებზე წავდივართ? წლიდან წლამდე? და ვინოს წაუღწევთ და ვარც დაუდეთ? არა, ეხლა არის ის დღე, როდესაც ერმა თავისი ღირსება უნდა დაიცვას. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ზეპოლიტიკური საკითხი, ხახდო. რა 9 აპრილი როდესაც იყო, რა ყველა ერთი ჭუის და გებოვნების იყო, მაგრამ არა, ერიგა ერთიან და წრის წინააღმდეგ და ეს მტერი დღეს აქ შემოვიდა. რბილი ძალა რა არის, ხახდო, რბილი ძალა არის აი ეს არა აგრესიით, არა მაი ყოველთვის ავტომატით, ტანკით, არამედ კულტურული და ეკონომიკური ბერკეტებით და შემოცუნცუდა და მარტა შემოიპარა. ამ იმაში რა შემოაპარა ბიძინა ივანიშვილმა და გამოდის ეხლა ეს ერთი ის არიცოდი ბიძინა ივანიშვილი ლუშკოვი რო შემოუშვი და მეორე ის არიცოდი ეს რაც გააკეთე. აი ხა ამით ცდილობს თავის გამართლებას ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებას თითქოს პროტოკოლის შეცდომა, თითქოს ბიძინა ივანიშვილს ეხლა აქვს ჯერ სანამ დროას კობახიძე გადააყენოს დაუყოვნებლივ. პროცესები კანით ვგრძნობ, შეიძლება უმართავი გახდეს. არ ძალიან ბევრი 100,000-ობით ადამიანია, ვინც ამ სულში ჩაფუთხებას გაგებით არ შეხვდება ბატონო ივანიშვილო. მოკიდეთ ქეჩოში ხელი ბატონ კობახიძეს და დაისვით სახში. თუ გნებოდ ისედაც სახში გიზა აღარ არის. მოკლედ ამ შენობაში კობახიძე თავმჯდომარის სტატუსით ვეღარ იბოგინებს. და მიმართა ყველა იმ ქართული ოცნების დეპუტატს, რომელიც აღშფოთებული წერს. ეხლა თურმე ესა დაგვემართა, ეხლა ღარიბაშვილის რაღაცა წავიკითხე, რომ რაღაცა სააგენტოზე თორე ეს ფარისევლური რასაჭირო იყო ეს აქტიო. ეს მოღალატეობრივ აქცია საუბარი, გამიგეთ? 4 დღე რო ადამიანი შემოსულია და სახელმწიფო დაცვა რო დაუნიშნეს და კორტეჟით რო დააქანებენ, აკეთე და ამაზე საუბრობ. არა, მესიჯ ბოქსში შეიმუშავეს, იქ რამენერად გადარჩეთ და ვერ გადარჩევთ. მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკოსისთვის, ჩემით დაწყებული. და სხვაებით გაგრძელებული. ვინც ამ ყველაფერს შეეგუება
და აი ამ დარბაზში შემოვა და დაიწყებს რაღაცა პენსიაზე, ეკონომიკურ ზრდაზე საუბარს და იმას საქვია სამწუთიანი განცხადებების გაკეთებას, მანამ სანამ ეს ბატონი კობახიძე კიდევ ითვლება პარლამენტის თავმჯდომარედ. ამიტომ მოქმედებაა საჭირო. ეხლა ჩვენ აქედან ეს ფონდთა დარბაზი ეს იქნება, რა თქმა უნდა, არ უშვებენ, ეხლა არ უშვებენ შიგნიდან, გარედან შიგნით. რა შეცვლის ეხლა ხალხო, რა შევხვდებით, რა შეია საქმე? რა ამდენი პოლიციელიც გინდათ გამოვიყვანოთ, გონიათ რომ პოლიციის რომელიმე ჭკუატყოფელი თანამშრომელი სხვა იმაზეა, რა ქვია, პოზიციაზეა, ვიდრე მე ეხლა, რომელიც მლაპარაკობ? წარმოუდგენელია. ამ ვითარებას განუხტავს პოლიტიკური პასუხისგებლობის აღება და პოლიტიკური პასუხისგებლობის აღება უნდა გამოიხატებოდეს როგორც მინიმუმ აი ამ კურიოზული ადამიანის თანამდებობიდან გადაყენება.